მოგესალმებით მეგობრებო. დღეს არის 8 მაისი 2025 წელი. მოდით ვნახოთ რა იქნება ინფორმაცია მოწოდებული გლობალური სიტუაციების კუთხით, ის რაც კონკრეტულად უნდა იცოდეთ თქვენ. ზოგადად ხშირად არ მაქვს ხოლმე ეს მომენტები, როდესაც რაღაცას ვაჟღერებ, მაგრამ როდესაც მოდის ინფორმაცია იმ დონეზე, რომ რაღაც უნდა ვთქვა ის, რაც ნაჩვენები იქნება ინფორმაციის სახით, შესაბამისად გადავწყვეტავ ხოლმე, რომ წარმოჩინება გავაკეთო ამისი. არსებული ვიდეო არ ემსახურება ვინმეს შიშის მდგომარეობას, დაშინების პოზიციას არა. ეს არის ინფორმაციული ვიდეო, რომელიც კონკრეტულად რაც მოდის ინფორმაცია, პირდაპირ მნიშვნელობით მე ის უნდა გავაჟღერო. ვისაც უნდა მოусმინოს, ვისაც არ უნდა მოусმენს. მოდით დავიწყოთ ზოგადად რა ინფორმაციები იქნება ნაჩვენები გლობალური კუთხით, რა სიტუაციები იქნება ნაჩვენები. აი აქ პირდაპირ მნიშვნელობით პირველი ინფორმაცია ისევ რაც ამოდის, სამწუხაროდ ისევ ნაჩვენები არის ძირითად ასპექტში პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა მასშტაბური, ასე ვთქვათ, ნგრევის თემებთან ესე ვიტყოდი, ხო? პირდაპირ მნიშვნელობით ამომდის დანგრევის სიტუაცია, რაღაცა კონკრეტული შენობის ჩამონგრევის თემა შეიძლება იყოს გაჟღერებული სიტუაციური კუთხით, რაღაცა ნგრევა, ჩამონგრევის თემა, ხო, რომელსაც თან შესაძლებელი არის ახლავდეს ცეცხლის სტიქია, საკმაოდ მწვავედ შეიძლება იყოს გამოვლინებული ეს ყველაფერი და დამანგრეველი ენერგიის ნაჩვენები, ხო? აი ეს რაღაცა დანგრევის სიტუაცია, ნგრევა, ცეცხლის სტიქია იქნება აქტიური ამ ყველაფერთან ერთად. ძირითადად აქ რასაც მიჩვენებს რაღაცა მიწასთან გასწორების თემები შეიძლება იყოს, ხო, პირდაპირ მიწის სტიქიის თემები შეიძლება აქტუალური იყოს. აი აქ პირდაპირ მნიშვნელობით ნაჩვენებია ეს ორი კონკრეტული თემა. მიწის სტიქია, ცეცხლის სტიქია, რაღაცა ნგრევის თემა და ცეცხლი გამძაფრებული კუთხით პირდაპირ მნიშვნელობით. უფრო მეტად თემა ჩავშალოთ. რაზე იქნება ეს ყველაფერი. აქ სიტუაციური კუთხით, რასაც მიჩვენებს, შესაძლებელი არის გამოჩენილი იყოს რაღაც ახალი დაავადება კონკრეტული ვირუსული ტიპაჟის, რომელიც გარკვეული სახის ხალხის რაოდენობა შეიწიროს სიტუაციური კუთხით, ხო რაღაც ახალ დაავადებასთან დაკავშირებით იქნება საუბარი. ისეთი, რომელიც ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის შეიძლება კონტროლირებადი არ იყოს, იმიტომ რომ პირდაპირ მნიშვნელობით აქ რასაც მიჩვენებს რაღაც სიკვდილიანობის თემასთან იქნება რაღაც ახალი დაავადება იქნება ნაჩვენები. ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოხდება სიტუაციური კუთხით, მასშტაბური კუთხით, რაღაცა ისეთი სერიოზული გადაწყვეტილება მიიღება, რაც მთლიან მსოფლიოს შეეხება ეს ყველაფერი, ხო, კონკრეტული სერიოზული გადაწყვეტილება დაახლოებით ინფორმაციის კუთხით, რა შეიძლება იყოს ეს ყველაფერი. მართვის პოზიცია. უფრო ზუსტად რო თქვათ, ეს რაღაცა ფინანსური კუთხით იქნება სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მსოფლიოში, რაღაცა ერთ კონკრეტული თემის ირგვლივ რო შეეხება ყველას, ხო? ეს იქნება მატერიალური საკითხის ირგვლივ. ასევე რაღაცა კუთხით შესაძლებელი არის იყოს ინოვაციური მეთოდი, ადამიანის უკურნალობასთან დაკავშირებით ნაჩვენები, მის რაღაცა შედარებით სიცოცხლის გახანგრძლივება, ან უშუალოდ უშვილებასთან ბრძოლის პრობლემები, უფრო მეტად რაღაცა ესეთი პირდაპირ განაყოფიერება, ნაყოფიერების თემასთან არის ნაჩვენები ეს ყველაფერი, უფრო მეტად აქტუალურად წინ წამოვა, უფრო მეტად ნაჩვენები იქნება ეს სიტუაციები. მთლიანობაში ძირითადად აქ რასაც მიჩვენებს, საკმაოდ ესეთი ცეცხლოვანი ენერგიები არის, განსაკუთრებით ახალ სავსე მთვარეობის დროს შეიძლება იმატოს გარკვეული სახის კონფლიქტებმა, დაძაბულობებმა, ვერ შეთანხმება კონკრეტულ სიტუაციებზე, პირდაპირ მნიშვნელობით ერთმანეთზე შეტაკება, ეს რაღაც ომის მსგავსი სიტუაცია, უფრო ზუსტად ამოდის შიდა რაღაცა სამოქალაქო კუთხით აქტივობები, სამოქალაქო ომის მსგავსი რაღაცა შეტაკება შეიძლება იყოს ხალხს შორის ნაჩვენები.
ძალიან დიდი შიში ტრიალებს გარშემო, რასაც მიჩვენებს სიტუაციური კუთხით. ადამიანების კატეგორია უმეტესწილად ისევ ამომდის ნაჩვენები არის ეს რაღაცა დაავადების თემა, რაღაცა ახალი ვირუსი იფეთქებს, რაღაცა ეს კონკრეტული ვირუსი დაკავშირებული იქნება კონკრეტულად რაღაცა ისეთი მცენარე ფრინველის თემასთან იქნება ეს ვირუსი დაკავშირებული, ფრინველი მცენარის სიტუაციასთან იქნება ეს ვირუსი დაკავშირებული. მთლიანობაში ინფორმაციას მეც კეტავენ აღარ ხსნიან ის, რაც ვისაუბრე სრულიად, ასე თქვათ, საკმარისი იყო ამ ეტაპისთვის, ყოველ შემთხვევაში რაც უნდა გამეჟღერებინა. თემა არის ის, რომ უფრო მეტად, ასე თქვათ, ეცადეთ, რომ იყოთ სიმშვიდის მდგომარეობაში, ანუ თავი მაქსიმალურად აკონტროლოთ ემოციების კუთხით. რა სიტუაციებიც არ უნდა მოხდეს ზოგადად გარშემოყოფ თემებში, პირდაპირ მნიშვნელობით გახსოვდეთ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც რატომღაც პირდაპირ ამოდის კავშირის მდგომარეობა. საქართველოს სიტუაციები შედარებით უფრო მეტად დაცული არის სხვა ქვეყნებთან შედარებით. თითქოს აქ პირდაპირ ინფორმაციას, რასაც მიჩვენებს, თითქოს წინაპრების თემიდან გამომდინარე, რადავაი მაგია და პირდაპირ წინაპრების სიტუაციიდან გამომდინარე, უფრო ძლიერი მფარველობა არის საქართველოს სიტუაციების კუთხით. ჩვენი წინაპრებიდან გამომდინარე, ხო, პირდაპირ მიწის სტიქიაც არის ნაჩვენები. ასე რომ, კი, აქაც იქნება გარკვეული სახის რაღაცა უსიამოვნებები, გარკვეული კუთხით პრობლემები, მაგრამ ძირითად ასპექტში უფრო მეტად მაინც საზღვარგარეთ სიტუაციები არის. ასევე იქნება წყლის სტიქიასთან დაკავშირებული თემები, შეიძლება იყოს წყალდიდობის თემა, წვიმის ხარჯზე მოსული რაღაცა ეს უბედურებები, წყლიდან გამოწვეული უბედურებები, ეს რაღაცა ვიტყოდი. პირდაპირ მნიშვნელობით წყლის სტიქიაც საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს და წყალი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ადამიანს. მოსავლიანობის კუთხითაც და ზოგადად დაზარალების კუთხითაც. ასე რომ ეს არის ყველაფერი ინფორმაცია, რაც უნდა ამ მომენტისთვის მეთქვა. იმაზე მეტიც თქვი, ვიდრე საჭირო იყო იდეაში, მაგრამ თავარი არის, რომ გაფრთხილებულები ხართ, ინფორმირებულები ხართ. კიდევ ერთხელ განმეორდები, არსებული ვიდეო უბრალოდ არის ინფორმაციული ხასიათის მატარებელი. ის, რაც წამოვიდა, უნდა მეთქვა თქვენთვის აუცილებლად. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და კარგად ყოფნას. ნახვამდის.